მე რაც მახსოვს რო ვიყავი პატარა ბავშვიც, პირველ კლასშიც რო ვიყავი, მშობლები რო დავждებოდით პურის საჭმელად, სანამ მამა უჩინოს გიხაროდნენ დიდე მამას არ ვიტყოდით, იქამდე საჭმელს ვერ დავიწყებდით. ბაბუჩემიც მორწმუნე იყო, ასე წავიდა ცხოვრება, მე რო გადაველით, მამაჩემი ძალიან მორწმუნე იყო, მაგი დალევა და რამე ცუდი სიტყვის თქმა მაგისთვის ზედმეტი იყო, ძალიან მორწმუნე ადამიანი იყო. დიდი წვლილი შეიტანეს მამაჩემმა, ვარდიძემ და კაჭკაჭაშვილმა, ვანომ და ილიამ, რომ ამ ეკლესიის გახსნის ვარიანტში სახურავი შეცვალეს, პირველი შეცვალეს, რომ წყალი რო ჩამოდიოდა, თუნუქით გადახურეს. მღვდლის იმაზე თბილისშიც იყვნენ რამოდენიმეჯერ და მათ დიდი საქმე გააკეთეს, რომ ამ ეკლესია გაიხსნა და დაასუფთავეს ყველაფერი, მოვიდა მღვდელი და მიდის ახლა დღევანდელი წირვები რომ მიდის, მაგით დამსახურებაც არის. ეკლესიაში დავიწყე 2012 წელს სიარული. ეს არის მიზეზი, მამა ეჟერო დადიოდა სახლის კურთხევაზე, მამაჩემთან მოდიოდა, ავანტყოფი იყო მამაჩემი და რომ მოდიოდა, მებნეოდა რომ რატო არ დადეხარო და მე ვთხარი რომ პენსიაში რო გავალ, მე დავიწყებ სიარულს მეთქი. გაველი პენსიაში და დავიწყე სიარული და არ გამისდენია, დავდივარ და დავდივარ დღემდე. კვირა დღეს რო წამოვალ, სულიერად მე ვისვენებ, თავისთავად ფიზიკურადაც ვისვენებ და გონებრივადაც ვისვენებ. რო იტყვი ახსარებას, უკვე გამოდივარ თითქოს, აი ადამიანი რო აბანოში რო შევა და გაიწმინდება, ისე რომ გამოდის ეკლესიიდანაც რო იტყვი ახსარებას, მე ისე გრძნობ რომ სუფთა გამოდივარ და ასე ყველა ასე იქნება და თავისთავად გულსაც უხარია და ხალხსაც უხარია. მეუღლე არის მუსლიმანი. ჯვარის დაგწერა მამა ეჟმა ვერ დადეს ეკლესიაში, თორე არ არის ქართველი, არ ესმის ძალიან ქართულად და თორე შესახვედრად ვიყავით, ორჯერ ვიყავით, დაგვაჯილდოვეს კიდეც რომ 50 წელი შეგვისრულა ქორწინებისა, 77 წლის ვიყავი და 75 მეუღლე და დაგვაჯილდოვა ეპისკოპოსმაც. ასე წავიდა ნელ-ნელა ცხოვრება და მიდის. ვეხმარებით რომ რაღაც დავასუფთავოთ, გავალამაზოთ, შევხვდეთ კარგად და იყოს გემრიელად. ამით მამაკაცებიც კარგად არიან ჩართული ამ ჩვენი ეკლესიის დღეობაზე, წმინდა იოსების ეკლესიის დღეობაზე. კარგადაც აღნიშნავთ პირველ განყოფილებასაც და მეორე განყოფილებასაც აღნიშნავთ ნორმალურად. რაც მთავარია რომ ვიყოთ ერთად, არ შევიზაროთ სიარული, გადავსეთ ერთი მეორეს რომ წამოვიდეთ ხოლმე კაი დღეებში კი ბევრი იკრიფება, მაგრამ ყოველ კვირასაც რომ წამოვიდნენ ხალხი არა, ეს იქნება მარტო ჩემთვის კი თავითვისაც დასასვენებლად და ყველა ადამიანს და ფიზიკურად და გონებრივად ჩამოსილდება ის ტვირთი, რაც რომ ხრებზე გვაწევს ზედმეტი.